მე ვარ გიზო ბუხტიგაშვილი 99 წლის. მუშაობდი ბიოლოგიის მასწავლებლად ქალაქ ზესტაფონის ნომერ 2 საშუალო ანუ საჯარო სკოლაში. აქ ვმუშაობის 45 წლის სტაჟი. იმ სკოლაში ვიმუშავე 45 წელი, რომელ სკოლაშიდაც მე პირველ კლასში შევედი. ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად მიეძღვნა სწავლებასა და მოსწავლეთა აღზრდას. ჩემმა არაერთმა მოსწავლემ მუშაობა დაიწყო ბიოლოგიის მასწავლებლად. როგორ ძანდები? საჩემ მოსწავლე 35 წლის წინ მასწავლიდა ბატონი გიზო და არ იყო ასეთი ურთიერთობა მოსწავლისა და მასწავლებლის შორის, როგორიც დღესაა. უფრო არსებობდა გარკვეული ბარიერები, თუმცა ბატონი გიზოს გაკვეთილი გვიხაროდა ყველას, იმიტომ რომ გაბრაზება მისგან არ მოდიოდა. ყოველთვის იყო მშობლიური დარიგება. გიზო მასწავლებელი არ იყო მხოლოდ საგნის მასწავლებელი, იყო ცხოვრების მასწავლებელი ჩვენთვის და შრომა არ სრულდებოდა მხოლოდ სკოლაში. სახლში ბევრს მუშაობდა იმისათვის, რომ ჩვენთვის ყოველი გაკვეთილი ყოფილიყო საინტერესო. სწორედ მისი გავლენაა, რომ დღეს მე ვარ პედაგოგიურ სფეროში. მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან რთულია. იმიტომ რომ ისინი თითეული მათგანი თავისი ბუნებით გამოირჩევა, თავისი მონაცემებით გამოირჩევა. არ არის აუცილებელი სიმგაცრე მოსწავლეს. მოსწავლეს ცოტა კბილად უნდა მოექცე. როგორც შენ შვილს, ისე უნდა მოექცე. ყველას მოფერება უნდა, როგორც მცენარეს, ისე უნდა ბავშვს მოფერება. როცა მე წამოვედი სკოლიდან, მოსწავლეთა უმრავლესობა ტირილით გამომაცილა. 61 წელი გავატარეთ მე და გიზომ ერთად ცხოვრების გზა. ეს სკოლით იყო დაკავებული. მე კიდე ჩემი სამსახურები მოვალეობით ვიყავ დაკავებული. სულ სკოლაში ყოფნა უნდა და მე ამას რომ ამჩნევდი, ხელს უწყობდი, რომ როგორმე თავის ბიზნესის მიეხსია. დადგა მაგისი პენსიაში გამოსვლის დრო, ბავშვებმა რომ გაიგეს, რომ გიზო მასწავლებელი პენსიაში გადადის, 1 სექტემბერს გაიგეს. სკოლაში არ მოდიოდნენ სახლში ჩემ ჭიშკართან და ტიროდნენ, ბავშვები ცრემლებით ტიროდნენ, ცრემლებით. სკოლას დავანებეთ თავი მართალია, მაგრამ ახლა ოჯახში ვარ და სოფლის მეურნეობას ვეწევი საკუთარ პატარა ამ ადგილში. ვაზის მოვლა ვიცი და ყვავილების მოყვანა ვიცი. თავარი სიცოცხლის აზრი ძირითადად სიყვარულშია. ჩემი სიცოცხლის აზრი დღეს ჩემი ოჯახია. ჩემი ყოფილი მოსწავლეებია. ამით ცოცხლობ მე. ბავშვები მაინც მენატრება.